მოგესალმებით ინტერნეტ ტელევიზია პატრიოტ TV-დან ჩვენ დღეს წავიყვანთ გადაცემას მედლის ორი მხარე. ჩვენი დღევანდელი სტუმარია სქემ არქიმანდრიტი 13 ასურელი მამის მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმე. დაგლოცეთ მამაო. ერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ასურელი მამების, წმინდა მამების ღვაწლზე, არა მარტო საქართველოში, მათ მისიონერობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არავისთვის არ არის დასამალი და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არის მართლაც ასურელი მამები ანტიოქიამ ერთ-ერთი მთავარი კერა, საიდანაც დაიწყო შემდგომში გავრცელება ქრისტიანობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და პირველი კითხვა მინდა მამაოს დაუსვა, შევეკითხო ასეთი რამ, ძალიან ბევრისთვის მართლაც საქართველოში, როგორც არის იგივე იოანე ზედაზნელი, პიროს ბრეთელი, ზენონი ყალთოელი, აბიბო ნეკრესელი, დავით გარეჯელი, ისე წილკნელი, ხო, 13 ასურელი მამა, ეს არის რაღაცა იცით, როგორ შესამხორცებული საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის არის რაღაც ცოტა ლეგენდარული არ გამოვა, მაგრამ როგორც არა მარტო სასულიერო პირები, როგორც ისტორიული ფიგურები საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ძალიან დიდ პატივს აცემს ქართველი ხალხი. თუმცა შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რომ ისინი იყვნენ ასურელები, ჩამოვიდნენ საქართველოში მე-6 საუკუნის დასაწყისში და რეალურად მათ ჩამოაყალიბეს საქართველოში მონასტრული ცხოვრება. ის რომ მართლაც საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამავდროულად საქართველოში იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა და შემდგომ უკვე წმინდა ნინოს მეშვეობით მოხდა დაიწყო საქართველოს გაქრისტიანება. მთავარი ესე როლი რო ავიღოთ, როდესაც უკვე დაიწყო აყვავება ქრისტიანობამ და რეალურად ბერმონაზულმა ცხოვრებამ საქართველოში, ეს იყო მაშინ, როდესაც 13 ასურელი მამა საქართველოს ეწვია და თანაც ისტორიული წყაროები გვაუწყებს, რომ ეს იყო ღვთისმშობლის კურთხევით ყველაფერი, ღვთისმშობელი გამოეცხადა იოანე ზედაზნელს, შეევედრა, ჩამოვიდა შემდგომ 13 ასურელ მამასთან ერთად იოანე ზედაზნელი საქართველოში და მათ დახვდა მეფე ფარსმანი და ასევე იმდროინდელი საქართველოს კათოლიკოსი ევლავიოსი. მამა სერაფიმე, ხომ ვერ მოგვიყვებოდით საერთოდ უბრალოდ რომ მოგვიყვებოდით იმ დიდ ღვაწლზე, რომ რა ღვაწლიც მამებმა იმოღვაწევეს საქართველოში, რა დატოვეს და როგორ განვითარდა შემდგომში მათ მიერ დაფუძნებულ მონასტრებში ცხოვრება. მე-6 საუკუნეში საერთოდ საქართველო როგორც ასეთი მართლმადიდებლობის დეფიციტს განიცდიდა, იმიტომ რომ უფრო მონოფიზიტები აწვებოდნენ ერთი მხრიდან, სპარსელები მეორე მხრიდან და მაშინ გამოეცხადა იოანე ზედაზნელს დედა ღვთისმშობელი და დაავალა, ასე ვთქვათ, რომ ჩადი და იქ უნდა განამტკიცოთ თქვენ მართლმადიდებლობაო. ამიტომ ვეძახით, რომ ისინი უფრო განამტკიცეს მართლმადიდებლობა საქართველოში, ხო? ჩვენ ვიცით, ანდრია პირველწოდებული პირველი იყო, რომელიც ჩამოვზანდა საქართველოში და იქა გააკ, შემდგომ უკვე წმინდა ნინო, რომელიც გახდა მოციქულთა სწორი და მაშინ მიიღო საქართველოს როგორც რელიგიური სახელმწიფო ქრისტიანობა და შემდგომ ეს ნელა ყველაფერი იკარგებოდა. და შემდგომ უკვე ჩამოვზანენ წმინდა მამები და განამტკიცეს აქ მართლმადიდებლობა. მათგანი ერთი იყო ჩვენ გვახსოვს, ხო, აბიბოს ნეკრესელი, რომელიც იწამა ქრისტეს გულისთვის, ხო, ზუსტად რომ დიახ იყო ერთი ამას აუქნათ და ღვაწლი დიდია ის, რომ საქართველოს ცეცხლი ჩააქრო მწვალებლების მიერ და ღვაწლი ის იყო დიდი, რომ შეიქმნა საქართველოში დაარსდა მონაზვნური ინსტიტუტი. ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მათი შრომა და ღვაწლი. ჩემის აზრით
ეგ არის. რა მინდა შეგეკითხოთ მამო, ძალიან ბევრი ხშირად აი საქართველოში რატომღაც მართლაც აი აიგივებს, არ იცის და მაგალითად რომ აი ასურელის არასწორად გამოთქვავს ზოგი ასურელს ეძახის ასირიელს, ზოგი ეძახის მაგალითად ქურთი ან იეზიდი გონიათ და ეს ნამდვილად ასე არ არის, ეს არის მართლაც უძველესი ერი, აი ანტიოქიაზე ისაუბრეთ თქვენ და იქნება ის გაგვიმარტოთ ძალიან საინტერესო იქნება თუ გვეტყვით საერთოდ საიდან მოდის ერი ასურელები, რომელი ჩვენ წელთაღრიცხვამდე როდის ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა, საინტერესო იქნება ვფიქრობ, რომ აი მართლაც ამ უძველესი ერის შესახებ ცოტა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. თუ ჩვენ ისტორიული თვალსაზრისით განვიხილოთ საერთო წარმოშობა ასურელების. დიახ. მაშინ ჩვენ კარგად გვახსოვს მე-6 კლასში, როგორ იწყებოდა ხო ისტორიის გაკვეთილი, რომ ისტორია იწყება შუმერელებით და აკადებელებით. ხო და ერთიც და მეორეც ვეკუთვნით ჩვენ. უფრო რა თქმა უნდა აკადებელებს. ანუ აკადელები იყვნენ და უფრო მათი ჩვენ გვახსოვს ახლა ძველი აღთქმიდან რომ გავიხსენოთ, ხო, ჩვენ გვახსოვს წინასწარმეტყველი იონა. დიახ. იონა წინასწარმეტყველი რომელმაც ვეშაპმა რომ ჩაღლობა და დიახ. 3 დღის მანძილზე. 3 დღის მანძილზე იმის გამო რომ ის არ ჩადიოდა ასურეთის დედაქალაქში ნინევიაში, დიახ. რომელიც დღეს არის სხვა სახელად წოდებული მოსულია ისრაელში, მოსულ, ანუ ეს არის ყოფილი ნინევია, ასურელების დედაქალაქი. დღეს ისევ დგას, უკვე რა თქმა უნდა არა 1,700,000 ცხოვრობდა ერაყში და ეხლა განდევნეს იქიდან. ეხლა ხდება საერთოდ დიდი გენოციდი ქრისტიანების დაწყებული სირიიდან დამთავრებული ერაყამდე. ეს რაც დღეს ხდება. დღეს პრაქტიკულად თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები დარჩა თვითონ იმ მოსულში, ანუ იმ ნინევიაში, ისტორიულ ნინევიაში, რომელიც იყო დედაქალაქი ასურეთისა. და ამიტომ პირველი ბიბლიოთეკა მსოფლიოში ჩვენ რო გავიხსენოთ, ეგ იყო აშურბანიპალის ბიბლიოთეკა, რომელიც 20,000 წიგნი იყო თიხისგან წერილი და ნუ რა გითხრათ მას შესახებ, 5 დიდი სახელმწიფო იყო და 4 ის იქიდან ხარკს უხდიდა თავის დროზე ასურეთის მეფეს. შემდგომ ასე უფალმა ინება, რომ ჩვენ დავრჩით ჩვენი მიწა-წყლის გარეშე და დღეს დაფანტულები ვართ თან სოფლიოში. დარჩა რა თქმა უნდა ერაყში, იქ გეუბნებით ისევ და ისევ 1,700,000 ცხოვრობდა ერაყში, 200,000-მდე სირიაში და პრაქტიკულად სოფლიოში მოვეფანტეთ ავსტრალიაში, ამერიკაში, რუსეთში უამრავია, კრასნოდარი, როსტოვი, ხო, სამარა, ანუ კუიბიშევი, მოსკოვში ნუ ძალიან ბევრი ასურელი ცხოვრობს, კომპაქტურად დასახლებული, მე გულისხმობ, უბნებად არის დასახლებულები. კიევში რაოდენობით არიან და უკაცრავად შეგაწყვეტნეთ და მაინც აი საერთო მასშტაბით რამდენია ხო ასურელები, რო ავიღოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს დაახლოებით რაიმე ციფრი არის? დაახლოებით 4 მილიონია. 4 მილიონი. ან არა. ან არა. და ერაყში თქვენ რო საუბრობდით აი 1,700,000-ზე, ეს ხალხი დღესდღეობით ძირითადად ყველა არის დევნილი, ხომ? ერაყიდან, რა თქმა უნდა, ხო? დღეს საქართველოშიც არიან ისინი. ერაყიდან დევნილი. რა თქმა უნდა. ასურელები. დიახ. მე რა მინდათ იცით, მამაო, შეგეკითხოთ, აი რამოდენიმე სუკვირის უკან რაღაც კარიკატურების გამო ჩვენ ვნახეთ, რომ მოხდა ტერორისტული აქტი საფრანგეთში, რაღაც მუსულმანური რადიკალური დაჯგუფება შეუარდა ჟურნალისტებს, დახოცეს იქ ჟურნალისტები, თუმცა იგივე მუსულმანი რადიკალისტი დაჯგუფების და ტერორისტული დაჯგუფების წევრები როცა ასობით და ათასობით, აი თქვენ მითხარით მაშინ არა ასობითო მარტო, ათასობით
მართლაც ქრისტიანს ცოცხლებს წვავდნენ, ეს ყველაფერი გრძელდება. მე მაგ შემზარავი კადრები ნანახი ერახში. ესე იგი 7-8 წლის ბავშვს თავს როგორ ჭრიან 7-8 წლის ბავშვებს, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით. მათი ესე იგი ყველაზე დიდი დანაშაული ყოფილა თურმე ის რომ ისინი ქრისტიანები ყოფილან, ხო? აი ამ დროს ჩვენ ვერ ხედავთ ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერისგან რაიმე სახის შეშფოთების გამოხატვას და ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ მაინდა-მაინც ევროპელი უნდა იყოს ადამიანი რომ მოკლან რომ შეშფოთება იქნეს გამოხატული. ადამიანი ხო ადამიანია, უფალმა ხო ადამიანი თავის ხატად შექმნა და მით უმეტეს ქრისტიანი ადამიანი რომელიც ჭეშმარიტ რელიგიას ატარებს და ნათლისღებულია უფლისგან. აი ესეთი რამ, რასაც ჩვენ ხედავთ, მე ვფიქრობ რომ რატომ ხდება ეს ამბავი და მე პირადად მინდა მოუწოდო ყველას ეს გერმანელი იქნება, ამერიკელი იქნება და გმობ ნებისმიერი ადამიანის სიკვდილს არ აქვს მნიშვნელობა რა აღსარებლობა ექნება, თუმცა აი ნამდვილად აი შემზარავი ფაქტები რაც ხდება და ეს ფაქტები არ არის, ამას გენოციდის სახე აქვს ქრისტიანების და ამავდროულად ასურელების ну აი რა არის ძირითადი ნაწილი ასურელების ხო დიდი ნაწილის და რატომ ხდება ეს ან ვინ უწყობს ამას ხელს რატო დუმს მთელი მსოფლიო და ხმას არიღებს ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრით ესენი არიან ჩვეულებრივი ბანდიტები და ტერორისტები და ნაიომნიკები ასე წოდებულნი ნაიომნიკები მანდ არა მხოლოდ რომელიღაცა კონფესიის და რომელიმე რელიგიის წამყვანები არიან. მანდ არის ბევრი აყვანილი. ხო და ჩემთვის რაც ახლა თქვენ ახსენეთ ძალიან დიდი გულის ტკივილია, იმიტომ რომ მე წარმოშობით ასურელი ვარ და უწმინდეს სისხლს ვაკურთხევით, აგერ ასურელებში მსახურობ და ყოველთვის როცა მწერენ ერაყიდან, ბაღდადიდან, ხო, ან სირიიდან, რომ მოიხსენიეთ დღეს ეს მოკლეს, ის მოკლეს, ეს მოკლეს და ჩემთვის ეს ნამდვილად ძალიან გულსადგენია. იმიტომ რომ ეს ჩემი სისხლია და ჩემი ხორცია და მართლა წყვეტენ ასურელებს, აი როგორც აი ესე, არა მხოლოდ ასურელებს, ყველა ქრისტიანს, არ აქვს მნიშვნელობა მის კონფესიისა. თუმცა რაღაც ხო და ჩვენ ხედავთ რომ ეს ხდება. ჩვენ არ ვიცით, რატო დაუშვა ღმერთმა ეს ყველაფერი ან რისთვის. ჩვენი ვალი არის რომ ვილოცოთ, ნამდვილად ვილოცოთ მშვიდობისათვის. და ეხლა რომელი ქვეყნის ხელმწიფე დუმს და რისთვის დუმს არც ეგ არის ჩემი საქმე. ჩემი საქმე არის რომ მე ვილოცო, მოვიხსენიო და რა თქმა უნდა ყოველთვის სოციალური ქსელების მეშვეობით მე ყოველთვის ხადაგებ რომ გთხოვთ რომ მოიხსენიეთ ანტიოქიაში, გსურთ ბაღდადის ან მოსულის ასურელები ან სირიაში რაც ხდება, ნუ ეს ხო სასწაულია რომ მოიხსენიონ და ილოცონ რომ ახლო აღმოსავლეთში დამკვიდრდეს მშვიდობა. ეს ყველა ჩვენის ტკივილია, ყველა საქრისტიანო მსოფლიოს ტკივილია. ეროვნებას როგორც მეუფე ილარიონი ბრძანა ქიტიაშვილმა ქრისტიანობას ეროვნება არ არის. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს ქრისტიანობა არის გაცილებით უფრო მაღლა ვიდრე ეროვნულობა, იმიტომ რომ ხშირად ბევრი შეცდომაში შედის, როცა იძახენ აი რუსული მართლმადიდებლობა ან ქართული ან ბერძნული რას ნიშნავს, ეს ხომ უკვე ერესია. მართლმადიდებლობა არის ერთი და ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს დაყოფილი რაღაც ნაწილებად. მე პირადად აი როგორც ქართველ ადამიანს, ამიტომ ვთხოვეთ დღეს მობრძანება და მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ საზოგადოება ზუსტად ასურელებზე, მივაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ ერღვევა მათი ამას ნუ დარღვევას ვერ დავარქმევთ. შეიძლება რაღაც უფლების დარღვევა, რაღაც ელემენტარული მასში. ეს არის სიცოცხლის უფლებას არ აძლევენ ამ ადამიანებს და არ აძლევენ იმის უფლებას, რომ ისინი იყვნენ ქრისტიანები. რეალურად რომ ავიღოთ მამო ახლა მე ვფიქრობ რომ ეს ხალხი მოწამეა უბრალოდ მოწამეები არიან ადამიანები რომლებიც აბსოლუტურად ქრისტეს გულისთვის თავს დებენ და შეიძლება ახლა თქვენ ძალიან ლამაზად და კარგად თქვით ზუსტად ის რომ
მე არ მაქვს უფლება მხოლოდ და მხოლოდ მე ვილოცებ მათზე. ვიღაცისთვის შეიძლება ეს დიდი სასჯელია, თუმცა შეიძლება ეს უფლისგან მათზე მინიჭებული ამ ხალხისთვის დიდი ჯილდოც იყოს, რომლითაც ისინი მოწამეობრივ გვირგვინს იდგავენ უფლისგან და სათასასუფლელოს იმკვიდრებენ. აქვე მე მინდა შეგეკითხოთ ასეთი რამ. ხომ არ იცით თქვენ არის თუ არა ან ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ შესთავაზა თუ არა იმ ასურელებს, რომლებიც აი დღეს აი ცხელწერტილებში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს ყოველწუთას ემუქრება საფრთხე, იგივე თავშესაფრების საქართველოში ან ცხოვრება, რადგან აი ჩვენ იგივე უკრაინაში ვიცით, რომ რაღაც კონფლიქტის დროს ჩვენი ხელისუფლებისგან იყო შეთავაზება, რომ როგორც ერთი მხარისთვის, ასევე მეორე მხარისთვის მონაწილეების ბავშვების, ქალების მიღება, მედიკამენტებით დახმარება, მკურნალობა. თუ არის ასეთი რამ ასურელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლებიდან, ხომ არ იცით? მე ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, უბრალოდ აი ამდენი წელი რაც მიმდინარეობს ომი, ჩემთან ჩამოდიან ასურელები ერაყიდან, სირიიდან, ხო? იკავშირდებიან უხარიათ აქ და ვიცი რომ ძალიან ბევრი ოჯახი დასახლდა აქ. მე არ ვიცი რა მეშვეობით დასახლდნენ აქ და როგორ არიან, იმიტომ რომ ჩვენს გარდა კიდე არის თბილისში 100 ქალდეველური კათოლიკური ეკლესია. დიახ. და ბევრი იქ მივიდა ჩამოსული ბაღდადიდან და ანუ ნაწილობრივ არის მამაო, ნაწილი მართლმადიდებლები არიან ასურელები, ნაწილი კათოლიკები თვითონ ერაყშიც. ერაყშიც, დიახ. ისეთ როგორი რაღაცა არის, იმავმა ისე განაპირობა ამათი მდგომარეობა, რომ ანუ ისინი უკვე კონფესიებს როგორც ასეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. თავარია რომ მე ქრისტიანი. ხო, მე ქრისტიანი ვარ, ეს ჩვენთან რა თქმა უნდა ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობას და მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტება და მასზე ზევით არაფერი არ არის. და იქ როცა როგორც კათოლიკეს ისე მართლმადიდებლობას თავს აჭრიან, იმას ეკითხებიან, რომ შეხაევით, ანუ ქრისტიანი ხარ, შეხაევანი და ხის და ამას აჭრიან თავს, გინდა კათოლიკე იყოს, გინდა მართლმადიდებელი. ამ დროს ქრისტიანი. ხო, ამ დროს მე ქრისტეს გულისთვის ვეწამები, ანუ და აქედან გამომდინარე, ეხლა კარგი იქნებოდა, რომ შექმნილიყო სახელმწიფოში რაღაც ჯგუფი, რომელიც სერიოზულად იმუშავებდა იმ საკითხებზე, რომ იმ ქრისტიანებს, რომლებსაც მართლაც ესე დევნიან, ცეცხლით და מחვილით დევნიან და მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქრისტიანები არიან, იქნებ ჩვენ მივიღოთ ეს ჩვენი დები და ძმები ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს იმისა, რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რეგიონებში საუბარი იყო იგივე იქ ჩამოსახლების თუნდაც თურქმესხების და ქრისტიანი ჩვენთვის არის ძმა და ყველაზე ახლო ნათესავი. მე ვფიქრობ, რომ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. მოსეშავი ზანგი იყო, მაგრამ მასზე დიდი მართლმადიდებელი და ქრისტიანი, მე ვფიქრობ, თითზე ჩამოსათვლელი საერთოდ მისი მოღვაწეობა თითზე ჩამოსათვლელი იყო. იცით რა, ამის შესახებ ახლა ამაზე უნდა იზრუნოს ან თვითონ სახელმწიფომ, ან ის არასამთავრო ორგანიზაციებმა, რომელიც აი მაგალითად დიასპორის აი დიასპორასთან დაკავშირებით თავმჯდომარეები და ჩვენ ჩვეულებრივი მომაკვდავი ხალხი ყველანაირად ხელს მივაწვდით, დახმარება იქნება თუ ჩვენ მოგმართავენ. რა თქმა უნდა, აბა მივიღებ იმას კი არა ყველას ღებულობთ და როგორ არა, რომ რაღაც მიწები იყოს მათზე გამოყოფილი, რაღაც საშუალებები იყოს გაკეთებული, მე ვფიქრობ. აი, არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, აი როგორც დიასპორა, ყავს რეალურად ესეთი დიასპორა ასურელებს საქართველოში? დიახ, როგორ არა ყავს, აგერ მაგალითად არის ადამოვი დავითი. ადამოვი დავითი. დიახ, და აგერ ახლაც ჩვენ ყავს ახალი შევქმენით ჩვენ, ანუ ასე ვთქვათ, საერთაშორისო მართლმადიდებლთა ასურელთა კავშირი საქართველოში. ეს международный союз православных христиан в Грузии. ხო, რომ იმას გვექნა, იმიტომ რომ ბევრი მაგალითად ნამდვილად არ არის განათლებული იმ დარგში, რომ აი მაგალითად რითი განსხვავდება მართლმადიდებლური
ეკლესია კათოლიციზმისგან, ანუ ბაპტიზმისგან. ხო, არა, აი ამდენი აქვს, რომ აი ბაპტიზმისგან იცე, მაგრამ აი კათოლიკისგან მაგალითად ან ასირიული აღმოსავლური ეკლესიისგან რითი, აი ამას არ ფლობს ხალხი, ამის ინფორმაცია არ აქვს და თავის თავს უწოდებენ აუცილებლად მართლმადიდებელს. აი მაგალითად მე სომხეთშიც უწოდებენ თავს სომხეთის მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია. ამ დროს როგორც მართლმადიდებლური ეკლესია ეს არ არის და ახლა სხვა არის აბსოლუტურად მართლმადიდებლობისგან განსხვავებული. ხო, ჩვენი ტრადიციებიდან ბევრი დოგმატებში განსხვავება არის. ჩვენ გვაქვს ღვთისმეტყველო დოგმატი, ამათ არ ვიცი. ხო. ანუ ესე იგი მსგავსი ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც მოქმედებენ. კიდევ ერთხელ მინდა რომ მე მოუწოდო ხელისუფლებას, რაც შეიძლება მხარში ამოუდგეს ჩვენს ასურელ ძმებს, ქრისტიან ძმებს, რომლებიც მათ მართლა შემიძლია, აი თქვა პირდაპირ, რომ 13 ასურელი მამის ღვაწლმა საქართველოში რეალურად დაიწყო ბერმონაზნული ცხოვრების ჩამოყალიბება და ეს ცოტა ისეთი კომუნისტური სიტყვა, მაგრამ აი პირველი პიონერები ისინი იყვნენ ბერმონაზნული ცხოვრების, მათ დააწყეს. პირველი მერცხლები. მართლაც ასე იყო, მთელი აღმოსავლეთ საქართველოში მათ დააბუძნეს მონასტრები და პრაქტიკულად ყველა ასევე გამოირჩეოდა მართლაც სასწაულებით, სასწაულ მოქმედებებით, სასწაული კურნებებით. მე პირადად თბილისში ვცხოვრობ დავით გარეჯილის ქუჩაზე და ჩვენ ძალიან ხშირად აღნიშნავთ გარეჯობას, ცოტა მეტი ვიცით წმინდა მამა დავით გარეჯელზე და ის არა მარტო საქართველოს წმინდანებს შორის და ქართველები არა, მაგრამ საქართველებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა იყო მისი სასწაულებიდან გამომდინარე და მისი ღვაწლიდან გამომდინარე. ასევე მინდა მამაო შეგეკითხოთ, თუ არსებობს ასურელებისთვის სკოლა? სკოლა როგორც ყველასთვის არსებობს, ისე არსებობს, არა, ასურული რა თქმა უნდა არ არსებობს. სადაც ასურულ ენაზე შეძლებენ ბავშვები ისწავლონ. არა და რა თქმა უნდა ჩვენ თუნდაც დასაწყის კლასებში რომ შეიტანონ სასკოლო პროგრამაში, მაგალითად იმ სოფელში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მან ცხოვრობს 2000 ასურელი. პედაგოგებიც ასურელები არიან, ბევრი. დირექტორი ქალბატონი ნაკანი, მაგრამ მეუღლე ჰყავს ასურელი, ანუ შვილი ასურელი ჰყავს და რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პედაგოგები ყავს ჩვენ, კვალიფიცირებული პედაგოგები, რომლებიც შესანიშნავად ფლობენ გრამატიკას, წერა, კითხვას, არამეული ენის ასურული, ხო? მაგრამ როგორც ასეთი პროგრამაში არ არის. ხა მე რამდენადაც ვიცი, რავი, სომხურათაც აბარებენ, ხო, უნივერსიტეტებში, როგორც იყო, აზერბაიჯანულათაც აბარებენ, მან არის ესეთი რაღაცები. შეიძლება უბრალოდ ამაზე არ არის ეს არ არის ცნობილი ხელისუფლებისთვის და შეიძლება ამიტომაც და რომ ეს უფრო ეს არის ცნობილი. როგორ არ არის ცნობილი, იმიტომ რომ არაერთხელ გამოსულა და არაერთხელ მithოვია რომ იქნება და მოგცეთ დასაწყისი კლასები, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ქართული დაგიდგებათ გვერდზე, ზუსტად აი ამიტომ გთხოვეთ დღეს მოგბრძანება, რომ რაც შეიძლება მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებაში მოღვაწე ადამიანებმა გაიგონ ამის შესახებ. მე პირადად თავიდან ბოლომდე დაუჭერდი მხარს, რომ ასეთი სკოლა გაიხსნას ნამდვილად და შეძლონ მართლა ამ უძველეს ენაზე, რომელზეც თავად უფალი იესო ქრისტე საუბრობდა, თავისმა, როგორც იტყვანა, ასურელებმა შეძლონ ამ ენაზე სწავლა და რაც მეტი ენა იცის ადამიანმა, მით მეტი კაცია საერთოდ იძახიან. ისე მე თვალში ვფიქრობ, რომ რაც მეტ ჯულს აღასრულებს ადამიანი, მაშინ არის. ჩვენ კმაყოფილნი ვიქნებით, თუნდაც კვირაში ერთი დღე რომ იყოს გაკვეთილი ასურული ენის. თუნდაც კვირაში ერთი დღე დასაწყის კლასებში, ანუ მე გულისხმობ, რომ ბავშვმა, რომელიც იზრდება იმ სოფელში, სადაც პრაქტიკულად ასურელები ცხოვრობენ, ანუ ჩვენ გვეკითხებიან, როგორი ინტეგრირებულები ხართ სოციუმში თუ არა, ჩვენი მეთქი იმდენად ინტეგრირებულები ვართ სოციუმში, რომ უკვე ასიმილაციასაც კი განვიცდით რა და აქედან გამომდინარე ეკლესია არის ერთადერთი იმის გარანტი, რომ ენა არ დაიკარგოს, ამიტომაც უწმინდესმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა და
ეს წყალობა ღვთისაგან იყო ჩვენთვის, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩვენს ენაზე წირვა ჩაგვეტარებინა, იმიტომ რომ როგორია მოდიხარ ეკლესიაში, სიტყვაზე ბრძანდებით ან კანადაში, ან მოზამბიკში, ან ავსტრალიაში და შევბრძანდებით ეკლესიაში და ქართულად, ხო, იმ ეკლესიას აღარ მოსცილდებით. ის ხომ თქვენია. ხო, და აქედან გამომდინარე, კი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა ერებზე მაღლა დგას, მაგრამ ამავე დროს პავლე მოციქულიც არ უნდა გვავიწყებდეს, ხო, რომ ყველა ერი თავის ენაზე ადიდოს ღმერთია. და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვკარგავთ ენას ნამდვილად ვკარგავთ. ენა იკარგება, ახალგაზრდობა პრაქტიკულად აღარ საუბრობს ამ ენაზე, გესმით? უკვე ბევრი არ არის ესეთი, რომ აი ვთქვათ, რომ კი ყველა ლაპარაკობს, მაგრამ აი ის გრამატიკა, რაც მოდის, აი კულტურული სასაუბრო ენას გულისხმობ, ხო? ანუ უკვე იკარგება. სოფელში ამ ენაზე წერა-კითხვა იციან 4-5 კაცი. 2000-დან. 4-5 კაცმა იცის წერა-კითხვა. და რა თქმა უნდა, ეხლა ფაკულტატივზე რო დაგვისვან მაგალითად ნებაყოფლობიზე, ვინ იმლის, არავინ არ იმლის. მე სულ არ მინდოდა სკოლაში სიარული, მაგრამ დიდება ღმერთს დედაჩემი რომ მეუბნებოდა. всё, მიდიხარ სკოლაში, მივდიოდი სკოლაში. ხო, და აუცილებლი პროგრამით უნდა იყოს, თუნდაც ერთი გაკვეთილი. ჩვენ 7 ერი ვარ, ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს საერთოდ. ღმერთის წყალობით ყველაფერი არ არის საუბარი. თქვენ ხართ, ჩვენ ვართ ერთ სივრცეში. გასაგებია. ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სივრცეში. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ იმითაც ქრისტეს მიერ ძმები ვართ ჩვენ და მოგონი ეს ყველაფერზე მაღლა დგას. ხო, ამის თქმა მინდა რომ ჩვენ იმითაც ვიყავით, კმაყოფილი, ძალზე კმაყოფილები ვიქნებით, თუნდაც ერთი გაკვეთილი რომ ჩატარდეს სკოლის პროგრამაში. აი იმ სკოლაში, სადაც მასიურად, რა თქმა უნდა, სადაც მასიურად 100%-დან 99% ასურელი სწავლობს და მე ვფიქრობ, ჩემი მოსაზრება მხოლოდ და მხოლოდ, რა თქმა უნდა, რომ ამ თქვენ ინიციატივას ძალიან ბევრი ქართველი დაუჭერს მხარს, ძალიან ბევრი ქრისტიანი დაუჭერს მხარს და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებამდეც მივა განათლების სამინისტრომდე, მე პირადად ყველანაირად შევეცდები, რომ ვთხოვოთ განათლების სამინისტროში ადამიანებს, არა მარტო განათლების სამინისტროში, პრემიერ-მინისტრამდე მივიტანოთ ეს თქვენი საუბარი და თხოვნა, რომ მართლაც ქანდაში მოხდეს კვირაში თქვენ რაზეც ისაუბრეთ, რატომ ერთხელ და რატომაც ორჯერ არა, მაგალითად, რამდენჯერად საჭირო იქნება მართლაც აი ამ გაკვეთილის ჩატარება არამეულ ენაზე, რომ მართლაც ეს უძველესი ენა არ დაიკარგოს ბოლოს და ბოლოს ენა მართლაც რომელზეც უფალი იესო ქრისტე საუბრობდა. შეიძლება ითქვას ღვთიური ენა და ყველაზე ესე იგი მე დავინტერესდი, მამაო, თქვენ პრაქტიკულად ატარებთ წირვალოცვას და გალობებს ეს ყველაფერი ხდება არამეულ ენაზე, ხო, თქვენთან მონასტერში? წირვას ატარებთ ჩვენ არამეულ ენაზე. ნუ გალობებს ეხლა თვითონ ტროპარები და თვითონ გალობები როგორც არსებობდა, ისე არსებობს სიტყვები. უბრალოდ მელოდიას ვქმნი მე. ანუ ვწერთ მელოდიას, მე მაგას ვშლი ხმებში და გამოდის რაღაც სასწაული. ანუ ღმერთს დიდება, აგერ შაშანა ვიღეთ გრან-პრი უკრაინაში იყო ესეთი საერთაშორისო მართლმადიდებლური კონკურსი გალობელთა შორის და იქ ასახელეს ქართული ეკლესია აი ამ გალობით, ოღონდ უკრაინელები იგალობეს ვინიციდან და გაიმარჯვეს ამ გალობით. ამ წელს 10 თებერვალს ჩვენ გველოდებიან ბელორუსიაში, ჩვენი გალობებით. ბელორუსიაშიც არის ასეთი დიასპორა, ხო? არ ვიცი, მე დიასპორის შესახებ არ ვიცი, უბრალოდ თვითონ დაინტერესდნენ გალობით, თვითონ ეკლესიები, ანუ ხო ტარდება, აი ყოველ წელიწადს ტარდება მაგალითად ფესტივალი, მართლმადიდებლური კონკურსი გალობების შორის. ანუ მან მონაწილეობას მიიღებენ ლიტველები, პოლონელები, ლატვიელები, რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, რა თქმა უნდა და აი 15 წლის განმავლობაში პირველად მოგვიწვიეს საქართველოს ეკლესიიდან გალობელთა გუნდი, რომ იქ მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენ
უარი არ უთხარით, რა თქმა უნდა, ღმერთის წყალობით, უსმინდეს ლოცვა კურთხევით. თუ იქნება ლოცვა კურთხევა აუცილებლად ჩავად, ჯერ ეს საკითხი მე უსმინდესთან არ მილაპარაკია, ანუ ეს ახლა მოგვივიდა ჩვენ მოწვევა, ეს მესამე მოწვევა მოგვივიდა უკვე. ხო და რატომაც არა. გვინდა რომ ვასახელოთ თუნდაც ჩვენი გალობით ქართული ეკლესია. ძალიან მართლაც აი საინტერესოა. მე ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება რომ კანდის აი ეს მართლაც 13 ასურელი მამის მონასტერის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. მე მადლიერი ვიქნები და თქვენის ლოცვა კურთხევით აუცილებლად დავესწრები თქვენ წირვალოცვას. ძალიან საინტერესოა უფლის ენაზე მოსმენილი წირვა და წირვალოცვა და ვფიქრობ რომ ბევრი ქრისტიანი დაინტერესდება, ჩამოვა, მოისმენს აი თქვენსნი რამოდენიმე გალობა მე მაქვს მოსმენილი ინტერნეტის მეშვეობით, ძალიან მომეწონა და რავი, მე ვფიქრობ რომ აი ამ უდიდეს არა რაც თავარია და არსით, რა თქმა უნდა, აი მართლმადიდებლურ მონაპოვარს და აი ამ მართლაც მარგალიტს, რასაც თქვენ ავსობთ საქართველოში, გარდა ამისა აქვს ისტორიული, კულტურული კიდევ ძალიან სერიოზული, ესე იგი რეალურად კულტურული ნამუშევარი უნდა გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ. რაც შეიძლება უფრო სერიოზულად უნდა ჩაწვდეს ამას და რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა გაიგოს საერთოდ არა მარტო ისე არ უნდა იცოდეს, რომ 13 ასურელი მამა უნდა ცოტა სიღრმისეულად გავიგოს საქართველოს საზოგადოებამ, ვინ იყვნენ ასურელები, ვინ არიან ასურელები, რა პრობლემების წინაშე მართლაც დადგნენ ასურელები და ქვეყანა, რომელიც მართლაც შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, უფლის კურთხევით და უფლის წყალობით 13 ასურელმა მამამ წმინდა ნინოსთან ერთად და ანდრია პირველწოდებულთან ერთად მოაქცია და გახადა ერთ-ერთი ოაზისი კავკასიაში მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის, ამაში უდიდესი დამსახურება აქვს ასურელ მამებს და დიდი დამსახურება აქვს საერთოდ ასურელ მოღვაწეებს. გარდა ამისა, მამაო, საინტერესოა საქართველოს გარდა თუ მოღვაწეობდნენ კიდევ ასურელი მამები სხვა ქვეყნებში, აი ათონის მთაზე, სინას მთაზე, ამ მონასტრებში თუ არიან დღესდღეობით? სინას მთაზე არის ნაპოვნი, ესე იგი ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ, ავსტრალიელი ასურელები იყვნენ ჩასულები, ნაპოვნია არამეულ ენაზე, ასე ვთქვათ, წიგნები, რომელიღა, ზუსტად არ ვიცი, მე-7-მე საუკუნეში, ან ზუსტად არ ვიცი, არ მინდა რომ გამომივიდეს ტყუილი, ეს ინფორმაცია უკვე ჩვენ დავდეთ ინტერნეტში, გვაქვს ეს ინფორმაცია, მე უბრალოდ საუკუნე არ მახსოვს, მაგრამ მიდის უკვე თარგმნა ამის, ანუ ვთარგმნით, ხო და რა თქმა უნდა იყვნენ იოანე ოქროპირი, პეტრე დომასკელი, იოანე დომასკელი. იოანე ოქროპირი? დიახ, ამაზე მიდის მთელი ჯობები. თორე ბერძნები ამბობენ, რომ ხო, ახლა. შემდგომ მაგალითად ისააკ ასური. ისე პირდაპირ ითქვის ისააკ ასურზე. მამა და ეფრემ ასური, სვიმეონ მესვეტე. დიახ, ის ფაქტებია, რომელსაც ჩვენ ვერ იმას ვიზავთ. ანუ არის ბევრი აპოკრიფები, სადაც რა თქმა უნდა ეფრემ ასურზე და ისააკ ასურზე პირდაპირ სახელი არა არის, იცით, საქმე იმაშია, რომ მაგალითად ეფრემ ასურზე მიდის საუბარი, რომ არ იყო ასურელი, უბრალოდ ასურელს იმიტომ ვიძახდით, რომ ასურეთის ეპარქიიდან იყო და აქედან გამომდინარე ის არაბი იყო და ბევრი ჭობა მიდის მაგალითად, მაგრამ ჩვენ რაც გვაქვს მაგალითად ნაპოვნი ასურულ ენაზე, ასე ვთქვათ, წმინდა მამათა ცხოვრებანი, იქ ასურულ ენაზე წერია, რომ იოანე ოქროპირიც ასურელი იყო და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ანუ ბევრი იყო მართლმადიდებლობის, აი მართლასვეტები, მართლაბურჯები, მართლმადიდებლობის ესენი უამრავი. აი დღეს მაგალითად მე მინდა ვისარგებლო თქვენი გადაცემით და ჩემ ასურელებს მიულოცო მარეზობა
იყო ესეთი წმინდა მარ ზაია, ადრე ესე ეძახდნენ მარ. როგორც ეძახდნენ მარ ისააკ, მარ აფრემ, ხო, ანუ ეფრემი, ესეთი იყო მარ ზაია, რომელიც დაიბადა 309 წელს და გარდაიცვალა 432 წელს, ანუ 122 წელიწადი იცოცხლა. და ის აღიკვეცა იერუსალიმის მონასტერში და მას ჰქონდა იმხელა ძალა თურმე ლოცვის დროს, რომ ასანზარებდა რა, ანუ ბოროტები გარბოდნენ, დამაზანზარებელს ნიშნავდა, რომ დაიწყებდა ლოცვას, ბოროტი გარბოდნენ და ასურელების ტრადიციაში და ჩვენს აქ ყოფნაში უკვე 200 წელია მეტი კანდელები არიან, მაგალითად უკვე საქართველოში ხო ასურელები და მარეზობას აღნიშნავთ. ამის აღნიშვნა ხდება წელიწადში ორჯერ, ერთი მოძრავია და გამოდის აი 14 ივნის არის მარეზობა, ანუ დაბადება და მიძინება არის მაგისი. ხატი რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ხო, მაგი ანტიოქიის ეკლესიაში მოიხსენიებენ ჩვეულებრივად. არა, თქვენთან რა თქმა უნდა, არის, ეკლესიაშიც არის და ინტერნეტშიც მოიძებნება თუ მაგის სრული იქნება. ძალიან დიდი მე მიყვარს მაგის ცხოვრება. რომ გითხულობ, ნუ უდიდესი პიროვნება იყო და ჩემო ასურელებო გილოცავთ ამ დიდ სასწაულს და მისი მადლი არ მოკვლებოდეს. ერთგვარად გვიცავს სოფელს სიტყვისაგან. და მართლა სასწაულია, ეხლა ამ ბოლო დროს კი იყო სიტყვები, მაგრამ 200 წლის განმავლობაში პრაქტიკულად თუ სხვა სოფლებში დაუტეხია სიტყვას გაუნადგურებია ჩვენთან ოდნავ თუ ჩამოვარდნილიყო და ყოველ წელს ჩვენ წელიწადში ორდენ ხო და დღეს ეს დღე ის დღე არის როცა მისი ხსენება არის ხო და ნუ იკვლება 1-30 მოზვერი სოფელში წარმოიდგინეთ მთელი ამბები და იხარშება და პირველი აი ესეთი ტრადიციით ასე ვთქვათ ეს პირველი ნახარში რომელიც ის ლოცვით კეთდება სულ ხალხი ხტყობს ღმერთს წმინდანს რომ აი ყველა უძლური განკურნე მარეს და მე აქვთ იმ ადამიანთან ვინც უძლურია და ჯერ იმან უნდა მიირთოს ის უნდა მიირთოს და შემდგომ უკვე სოფელი ზეიმობს ასე ვთქვათ. მამა სეროფიმე რა მინდოდა მეკითხა კიდევ თქვენთვის თუ არის საქართველოში აი იგივე არამეულ ენაზე ლოცვები გამოცემული? არა. არა, ან ხომ არა გაქვთ მაგალითად შედგენილი ლოცვები და ნებავთ რომ გამოცოთ უბრალოდ არ არის ამისთვის რაღაც თანხები. ასურელი ახლობლები რომლებიც გვაფინანსებენ აი ნებისმიერ წიგზე რომელიც იქნება და რაც ასურელებს შეეხება და ისინი იძახიან რომ ჩვენ აუცილებლად შეგეწევით მამაო და აუცილებლად დაგეხმარებით. საქმე იმაშია რომ თვითონ ზუსტი თარგმნა არის ძალიან რთული. ანუ წარმოიდგინეთ და ამიტომ ველოდები იმ სინას მთის კრებულს იქ არის ნაპოვნი სადღაც 72 თუ 74 წიგნი. დიდი წიგნები, მათ არის დაუჯდომელი უკვე თარგმნი, დაუჯდომელი გვაქვს, ანუ უკვე დაუჯდომელი გვაქვს, ლოცვები გვაქვს. აი მაგალითად დილის ლოცვები ჯერ არ არის ნაპოვნი. იოანე ოქროპირის წირვა გვაქვს, წარმოიდგინეთ, ხო ეს ну რაღაც სასწაულია და აი იმას ნელ-ნელა ვაგროვებ და მინდა უკვე გამოვცე. და ასევე ანუ ესე იგი არ არსებობს ასევე არც არანაირი ლიტერატურა რომელთაც შეიძლება შეისწავლონ ბავშვებმა აი პირველი კლასი, მეორე კლასი. ამისთვის ჩვენ გვაქვს ლიტერატურა თუნდაც პირველმა კლასმა რომ შეისწავლოს, პირველმა კი მეოთხე კლასამდე მატერია გვაქვს ჩვენ მასალა როგორ და რანაირად უნდა შეისწავლოს ბავშვი და წიგნები ამისი ყველაფერი ანუ ამბანის და ასე შემდგომ რა თქმა უნდა და პედაგოგები და პედაგოგი კვალიფიციური პედაგოგები ამას დიახ აი პროფესიონალები არამეოლოგები რომელიც იციან ენა და გრამატიკა იციან ძალიან კარგად აი ღვთისმეტყველებაში მამაო თქვენ ხართ დომსახური ატარებ წირვებს თვითონ აი მედავითნე დიაკვანი მათაც იციან არამეული ენა თუ უბრალოდ არა ვასწავლით კი ყველა ასურელია დიაკვანი მე სამწუხაროდ არ ამყავს ჯერ 5 წელი ამსახურობ ჯერ მარტო ვარ ამ ხრივ და მსახური არავინ არ ამყავს დამხმარე მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ ეს იქნება მალე მე
მე აი ივიძახი ასურელი ვარ და მე საქართველოში დავებადე ვიზდებოდი აი ასე ვთქვათ სამ ქვეყანაში ხან რუსეთში ვიყავი ხან აქ ხან უკრაინაში მაგრამ ქართველი მასწავლებლები მყავს და უნიჭიერესი მასწავლებლები რომლებიც აი მართლა შემაყვარეს მართლმადიდებლობა ერისკაცობიდან ანუ мама სერაფიმე იყო კიკონიშვილი დიახ უნიჭიერესი პიროვნება ისე მელაპარაკა ღმერთზე რაღაც გაოცებული ვიდექი და უსმენდი სიხარულიდან წრემლი დიოდ გარდაიცვალა რო გადმოვალ და დიახ მეორე სართული კახეთში არა კახეთში არა მუხიანში დიახ ხო ეგ იყო ჩემი მეგობარი ჩემი მე პირადად აი ასურელებზე მამაო მინდა გითხრათ რომ პირველად ასურელებზე გავიგე იოანე ზედაზნელის მონასტრის წინამძღვარი, როდესაც იყო უკვე მეუფე ექვთიმე, გურჯაანის ეპისკოპოსი, მაშინ ის იყო წინამძღვარი იოანე ზედაზნელის მონასტრის და დავინტერესდი, მაშინ დამაინტერესა როცა და ნუ მისგან მე ბევრი რამ მსმენია ასურელებზე, ნუ რომ საერთოდ იოანე ზედაზნელი ეს იყო რეალურად შეიძლება ითქვას როგორც აი ანტონი დიდზე საუბრობენ რომ ის იყო დამაარსებელი რეალურად ამ ბერმონაზნული ცხოვრების იგივე იყო საქართველოში იოანე ზედაზნელი და ნუ იმ როლზე მართლაც აი ანტიოქიის როლზე ანტიოქიის პატრიარქები ის ადამიანები რომლებიც მართლაც მათი როლი შეუფასებელია ქრისტიანობაში მათი როლი იმდენად დიდი მამები იყვნენ და იმდენად დიდი ღვაწლი აქვთ ნამოღვაწარი აქვთ ქრისტიანობის გავრცელებაში ჭეშმარიტ მისიონერობაში ანუ ესე იგი რეალურად ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოში ნუ ერთადერთი მცირედი პრობლემები რაც არის ეს ასურელების ეს არის ის რომ არ არის სკოლა ნამდვილად და რაც უნდა იყოს ჩემი თვალსაზრისით და მე მგონი იმიტომ რომ აქ ასურელებზეც არ არის საუბარი და არსეთ ახლო მონათესავე ერზე ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფს აქვს იმის უფლება რომ მსგავსი ჩვენ მქონდეს ერთი გაკვეთილითაც დავკმაყო ისე ვაფიქსირებ ამას ხალხს მე იმდენად ამჯერამ რომ ეს მოხდება საერთოდ რომ იმიტომ ვიძახი რომ სულაც ერთი გაკვეთილი დიახ რომელიც იქნება აუცილებელი პროგრამით შეტანილი მაგალითად სკოლაში მთელი არა თქვენ ხომ მითხოთ თან იმ ერთ-ერთი რეგიონის ერთ-ერთ სოფელზე გაქვთ საუბარი თქვენ ხო არ ამბობთ რომ თბილისის სკოლებში არა ესეთი რამე არ არსებობს და არც ჩვენ ეს არის სკოლა ზურაძიკლაურის სახელობის სკოლა და არის სხვათა შორის ну ძალიან ნამდვილად პროფესიონალი მასწავლებლები, ნამდვილად ну ნიჭიერი და უნიჭიერესი დირექტორი. ну უბრალოდ რო ვთქვათ რომ აი ზოგი შეიძლება თქვას რომ აი ნახე რაღაც დაჟინებით ვიტყვი. ჩვენ როგორც აი არა ეს მოთხოვნაც არ არის ჩვეულებრივი აი მართლა თხოვნა ისეთი რომ ჩვეულებრივი მოვლენა ну აქ რას ჩვენი ქვეყნის ხელმწიფე დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან და დამთავრებული პრეზიდენტით გაითვალისწინოს ეს მთელი ჩვენი სოფლის და ასურელების აზრია და თხოვნა და გეტყვით მეცაც ოცნებად ქცეული თხოვნა დამერწმუნეთ მამაო რომ მე დარწმუნებული ვარ რომ უბრალოდ ამის შესახებ არც იცის ქართულმა საზოგადოებამ და ну ყოველ შემთხვევაში შეიძლება იცის ძალიან მცირე ნაწილმა რომელმაც შეიძლება გულთან ახლოს არ მიიტანა ბევრი ქართველი დაგიდგებათ გვერდში და მე ვფიქრობ არა მარტო ბევრი ქართველი ვინაიდან აქ რამე ისეთ მოთხოვნაზე არ არის საუბარი რომ ვინმე ითხოვდეს ან ფინანსებს ან ითხოვდეს რაღაც ისეთი განსაკუთრებული ითხოვს თავისი სკოლაში მასალა ყველაფერი კვირაში ერთხელ საათით არამეულენაზე გაკვეთილი მაგრამ თავარი არის ის რომ ქართულმა საზოგადოებამ ასევე უნდა კარგად გაიგოს და უნდა მოხდეს ამის პოპულარიზაცია ცოტა ისეთი სიტყვა თუმცა ინფორმირება რომ დავარქვათ საზოგადოების ინფორმირება რომ მართლაც არსებობს ესეთი უძველესი ერი
ასურელები და არსებობს ესეთი უძველესი ენა, არამიული ენა, რომელზეც ლაპარაკობდა და საუბრობდა თვით უფალი იესო ქრისტე. და ამ ენის დაკარგვა უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ იქნება დიდი ტრაგედია ყველასთვის. და ყველამ ხელი უნდა შეუწყოს, ვფიქრობ, რომ აი მართლაც მიეცეს საშუალება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ასურელებს, რომელთაც აქვთ და სურთ, რომ თავის ენას ფლობდნენ და თავისი წიაღიდან მართლაც არ ამოვარდნენ და თქვენ პავლე მოციქულზე როდესაც ბრძანებდით გეთანხმებით თავიდან ბოლომდე პავლე მოციქულმა მართალია რომ რა თქმა უნდა მართლმადიდებლობაზე დიდია არაც ეროვნებაა და არაფერი, თუმცა პავლე მოციქულის სიტყვები იყო რომ ოღონდ ცხონდეს ჩემი ერი და მე თუ გინდაც ჯოჯოხეთში მოხდე. აი ესეთ რამეს ამბობდა ადამიანი, რომელიც მესამე ზეცას ამცდარი იყო და მან იცოდა რაც იყო 64-ს და ანუ უფალი იცოდა და თავისი ერის გულისთვის მზად იყო ის აი ესეთი ნაბიჯი გადაედგა. ანუ ეროვნებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც დაგვიწესა უფალმა ეროვნება და შემდგომში მოგვცა კიდევ მყარი სარწმუნოება. დიდება უფალს რომ მართლა ჩვენს და ასურელებსაც აი ჭეშმარიტი რელიგია გვაქვს, ქრისტიანები ვართ და ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი ნამდვილად გვერდზე დაუდგება მამა სერაფიმეს, ნამდვილად გვერდზე დაუდგება ჩვენს ასურელ ქრისტიან ძმებს და აი პატარა მართლაც თხოვნას რაზეც არის საუბარი ოცნებას რეალობად უქცევს რა და ვიცი მამო კიდე რა ვიცი თქვენ ხომ არ დაამატებდით რამეს ხوارი საუბრებდით კიდევ აი ასურელებზე, წმინდა მამებზე, იგივე ის საწილკნელზე ან რაიმე სასწაულს ხوار მოყვებოდით რომელიც მათ ჩაიდინეს ქრისტეს სახელით და სულიწმინდის მამის ძის და სულიწმინდის სახელით რითაც ასობით და ათასობით შემდგომში ქრისტიანი მოექცა, რომელიც საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არ იციან რეალურად აი ამ დიდი მამების ღვაწლი. ვინაიდან თქვენმა ერთმა სიტყვამ შეიძლება რამოდენიმე ადამიანი მოაქციოს, ეს კი ძალიან ბევრია, თუნდაც ერთი ადამიანიც კი რომ მოექცეს და ადგეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლობის და ქრისტეს გზას. ну, რაც შეეხება ჩემს სიტყვას, მე საერთოდ ვცდილობ ჩემი სიტყვა არა ვთქვა. მინდა მამებს რაც ეკუთვნის, ისა ვთქვა ჯობია და მათი სასწაულის საერთოდ წმინდა მამების სასწაულების შესახებ ყველა იცის და თუ რა სასწაულებს ახდენენ საქართველოში, მაგრამ მე ძალიან მიყვარს წმინდა მამა ისააკ ასური და იმას ერთი სიტყვა აქვს ნათქვამი. შენ თუ არ ახარ მშვიდობის მყოფელი, ნუ იქნები შფოთის მოყვარული. რა საინტერესოა. ხო და ამაზე დიდი სასწაული მე არ ვიცი რა უნდა იყოს. წარმოიდგინე თუ არ ახარ მშვიდობის მყოფელი, შფოთის მოყვარული მაინც ნუ იქნებია. და აი ისე უბრალოდ გადმოსცა ადამიანს, რომ შიგულში ჩავიდა მისი სიტყვები და სასწაული მის ქადაგებებშია ყველა სიტყვა სასწაული. მე მიყვარს ის პოეტები, რომელიც აი სახარებას ხო ლექსში რო იტყვია და ლექსავენ და რომ ითხულობდა სახარებას კითხულობ პრაქტიკულად. ყველაფერი იქიდან გადმოტანილი აქვს და ასე ზოგი იტყვის ხო ეს ხო პლაგიატიზმია. კი, მაგრამ რიფში ლამაზად ჩამჯდარია და ხალხი ამას რო უსმეს ამით ტკბება და აი ასე ვტკბები წმინდა ისააკ ასურის სიტყვებით. ხო და მაგას აქვს კიდე ნათქვამი სიტყვა რომ თუ დაინახე ადამიანი დაცემულია და არ შეგიძლია მისი ცოდვა შეს თავზე აიღო
და მის მაგივრად დასჯა შენ აიტანო, მაინც ნუ განიკითხავ. ყველაზე მოკლე ფრაზა ხო ჩვენი უფალის რომ ყველაზე მოკლე გზა უფლისაკენ და ცხონებისაკენ არ განიკითხოთ რომ თქვენს არ განიკითხოთ უფლისგან. ამან როგორ ლამაზად თქვა თუ დაინახე ადამიანი დაცემულიო ხო და თუ შენ არ შეგიძლიაო რომ აი მის მაგივრად ეს იტვირთო ხო ნუ განიკითხავ მას აი ნუ სიყვარულს გადაგებდა და ამაზე დიდ სასწაულზე მე ვერ ვისაუბრებ ჩემთვის ბევრი მოდის მეუბნება აი შიო დაიჭერდა ნახშირს და აკმევდაო და ხელი კი არც ტკიოდაო არც კი იწვებოდაო არ საერთოთო რა კი ეს ხილული სასწაულია რაც ადამიანის თვალმა ნახა მაგრამ არის ის სასწაული რაც ადამიანის თვალი ვერ ხედავს და ეს სასწაული მის გულში უნდა მოხდეს უფლის დაბადება მართლა აი რომ შენ რო გაგიხარდება რომ ნამდვილად ქრისტიანი ხარ შენ რო გაგიხარდება რომ აი რომ ერთხელ მოგეცა საშუალება და იცი რომ შენ აი ამ სიცოცხლეს ქრისტეს უძღვნი აი ეს სასწაულია რა თქმა უნდა ის ხილული სასწაული ალბათ საჭირო იყო იმ დროისთვის რომ ადამიანი უფრო გამტკიცებული იყოს ხო მაგალითად ათონის მთაზე ჩვენ ვიცით რომ ძვლებს ხორცი არ ასხია და წმინდანები არიან და თუ ხორცი ასხია ლოცულობენ რომ ხორცი არ ესხას და ხო გაიხსნას და წმინდანად იმასთან რუსულ ეკლესიაში კი პირიქით ხო უხსნელები და ვიზახო ნახე კაცო წმინდანია ეს კაცი უხსნელია მაგრამ გვავიცლება რა რომ ცხონება არა ცხონების საკითხი არ წდება მართლა უცანებ თქვენ მარტო ღმერთია და რა თქმა უნდა კარგია ის ჩვენ გვაძლიერებს მაგრამ ის სასწაული რომელიც ჩვენს გულში ხდება ის ყველაზე ანუ ადამიანი დააშავა შენიცი მისი ცოდვა მაგრამ როგორ ნანობს იმას ხო ვერ ხედავ ხო სინანულს ვერ ხედავ ჩვენ და აი ეს იქნება სასწაული როცა დაინახავ იზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობდა რომ ნუ განიკითხავ კაც ვინაიდან შენ მისი სინანული არ გინახია მართლა სასწაულებრივია და აი მე ისევ მინდა ჩვენი გადაცემა ნელა-ნელა მიუახლოვდა დასასრულს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მამაო დღევანდელი ჩვენი გადაცემაში მობრძანებისთვის დღევანდელი ჩვენი სტუმარი იყო სქემ არქიმანდრიტი 13 ასურელი მამის მონასტრის ქანდის მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმე და ფიქრობ რომ ის მოწიწებული თხოვნა რომელიც დღეს მამა სერაფიმემ გააჟღერა მას მხარს აუბრუნე საქართველოში არა მარტო ჩვენი ქრისტიანი ასურელი დები და ძმები, არამედ ბევრი ქრისტიანი მართლმადიდებელი ქართველი და ღვთის წყალობით ძალიან მალე ფიქრობ, რომ არა მარტო ასურელებს, ბევრ ქართველს შეიძლება თუნდაც რამოდენიმე სიტყვა, თუნდაც ერთი ლოცვა ისწავლოს იმ ენაზე, რომელ ენაზეც დედამიწაზე ქადაგებდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ.